განვიხილოთ სამი სამონტაჟო პროგრამა ვიდეოსთვის, ბოლო არის საუკეთესო. დავიწყოთ Premiere Pro-ი. ის არის ინდუსტრიის სტანდარტი. ის საშინლად ჭედავს, იქრაშება, დიდ პროექტებთან სამუშაოდ საკმაოდ არასტაბილურია და საკმაოდ ძვირი ცხირს. შემდეგი არის CapCut-ი. ის არის დაბალი დონის სამონტაჟო პროგრამა, კარგია სოციალური მედიისთვის, არაპროფესიონალური ვიდეოების დასამონტაჟებლად. ის არის საკმაოდ მარტივი სასწავლი, უფასო და არ მოითხოვს დიდ რესურსს კომპიუტერზე. და ბოლოს DaVinci Resolve, მთავარი გიგანტი, სადაც მე პირადად ვმუშაობ. ამ პროგრამაში გვაქვს 4 ძირითადი განყოფილება. პირველ განყოფილებაში შენ შეგიძლია დაჭრა, დაკერო, დაადო მუსიკა შენს ვიდეოს. შემდეგი არის ვიზუალური ეფექტების განყოფილება, სადაც შეგიძლია შექმნა ანიმაციური ელემენტები. შეცვალო ობიექტის ფერი, იმუშაო 3D სივრცეში. მოკლედ, რასაც შენი ფანტაზია გაწვდება, ყველაფერი შეგიძლია გააკეთო ამ განყოფილებაში. მესამე განყოფილებაში შენ შეგიძლია გააკეთო ფერების კორექცია, როგორც ჰოლივუდის ფილმებში გინახავს. კი, ჰოლივუდის ფილმებს ამ პროგრამაში ამონტაჟებენ. და მეოთხე განყოფილებაში გვაქვს ხმის სტუდია, სადაც შეგიძლია მოაშორო შენს ხმას არასასურველი ხმაური, გააძლიერო და აარეგულირო ისე, რომ ის იდეალურად ჟღერდეს და რაც მთავარია, ეს 4-ვე პროფესიონალური განყოფილება ერთ პროგრამაშია და პროგრამის 95% სრულიად უფასოა. მინუსები კი ის არის, რომ ამ ყველაფრის სწავლა საკმაოდ რთულია და საკმაოდ ძლიერი კომპიუტერიც სჭირდება. შენ რომელი პროგრამას იყენებ და რამდენად კმაყოფილი ხარ, დამიწერე კომენტარებში.